თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის განზრახმკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს. შეკვეთით და ანგარებით განზრახმკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესზე გამოცხადდა გიორგი მიქაძე. პერიმეტრზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება. სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, კერძოდ კი დავით მიქაძის დაცვის წევრსა და საშხაპის თანამშრომელს დაკითხავენ. დღევანდელ სხდომაზე ძებნაში მყოფ გიორგი ჯოხაძის ცოლი უნდა დაკითხულიყო. ჯოხაძის ადვოკატის ლიკა ბითაძის განცხადებით მოწმე თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა, რის გამოც მან სასამართლოში მოსვლაზე უარი განაცხადა. ამასთან დაცვის მხარემ შუამდგომლობა წარადგინა, რომლის მიხედვითაც გიორგი მიქაძე კანადის მოქალაქეც არის. შესაბამისად ისინი საქმეში უცხოელი ადვოკატის ჩართვას ითხოვდნენ, რომელიც გიორგი მიქაძის მეგობარია. ბრალდების მხარემ გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მიანდო. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა არ დააკმაყოფილა. როგორც მან აღნიშნა, იმისთვის რომ ადვოკატმა პროცესში მონაწილეობა მიიღოს, ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება. გიორგი ჯოხაძის, ასევე გიორგი კაჭკაჭიშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახმკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ლევანდელი მოწმეები არიან დაცვის თანამშრომლები. ჩვენი შეფასებით ისინი დაცვის ხარის მტკიცებულებას წარმოადგენენ, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვევით და არაორაზროვნად მიუთითებენ იმის შესახებ, რომ თანხების ჩარიცხვა გულისხმობს, რომ ის ანაზღაურებას იყო დადგენილი პრაქტიკა. დავით მიქაძე მათ ყოველთვიურად ანგარიშზე ოფიციალურად ურიცხავდა შრომის ანაზღაურებას. შესაბამისად, გარკვეული თანხების გელა უძილაურის ანგარიშზე ჩარიცხვა აიხსნება იმით, რომ გიორგი ჯოხაძეს არ ჰქონდა თავისი პირადი ანგარიში საქართველოში მოქმედ კომერციულ დაწესებულებებში. სასამართლო პროცესზე ბრალდების ხარი გააგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას, დაიკითხება ბრალდებული გიორგი ჯოხაძის მეუღლე, ასევე დაიკითხება დავით მიქაძის დაცვის წევრი და დავით მიქაძის და გიორგი მიქაძის მფლობელობაში არსებული საშხაპის დაცვის თანამშრომელი. რაც შეეხება ფაქტობრივ მონაცემებს, რა თქმა უნდა, მათი მიმართ აისმება ყველა შეკითხვა, რომელიც გამოძიების ეტაპზე ჰქონდა ბრალდების მხარეს. კერძოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავით მიქაძის დაცვის წევრისთვის მისი გადაადგილების მარშრუტი რა მანქანით მოძრაობდა, რატომღაც რიგ შემთხვევაში და გამოძიების ეტაპზე არ ახსოვს დაცვის წევრს, რომელიც უშუალოდ იცავდა დავით მიქაძეს.